EUTOS ministrთა საბჭოზე დასწრება სერგეი ლავროვს მისცემს შესაძლებლობა საკუთარი რუსეთის პროპაგანდა გაავრცელოს და ეს არის დაუშვებელი. ეს წერია ლიტვის, ლატვიას და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, სადაც ასევე პირდაპირ არის ნათქვამი ის, რომ EUTOS პლატფორმას რუსეთი გამოიყენებს შეამციროს საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც ის მსოფლიოს მასშტაბით და ახლა უკვე კონკრეტულად უკრაინაში ჩადის. მიუხედავად ამ ბოიკოტისა, საქართველოს ხელისუფლება მაინც არ უერთდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამ გადაწყვეტილებას და ილია დარჩიაშვილი დაესწრება EUTOS მინისტერიალს და მასში მიიღებს მონაწილეობას. და ახლა საინტერესოა, რას იტყვის ილია დარჩიაშვილი. ქართულ ოცნებაში გვიმტკიცებენ, რომ დარჩიაშვილი სკოპიაში ჩადის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასაუბროდ და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა საქართველოსთვის ისაუბროს ოკუპაციაზე და ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ირაკლი კობახიძე ცდილობს გაამართლოს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა და ის ფაქტი, რომ ჩვენ სოლიდარულები არ ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ამ შემთხვევაში მათ შორის უკრაინის და ასევე თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ისინი ორმაგი სტანდარტით თამაშობენ, როდესაც ეკონომიკურად ვაჭრობენ რუსეთთან და მეორე მხრივ კიდევ ასე ვთქვათ იწვევენ რუსეთს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შემთხვევაში ასეთი ტიპის ღონისძიებებზე. შესაბამისად, ქართული ოცნება თავის მართლების რეჟიმშია და ადესტურებენ იმას, რომ მინისტრი სკოპიაში ჩადის, ასე ვთქვათ, ქვეყნის ოკუპაციაზე სასაუბრად. როდესაც ჩვენ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და თვითონ 4-ჯერ მეტყუნოს ყიდიან რუსეთში, ეს არის სამწუხაროდ ორმაგი სტანდარტი. ამ სამიტს დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ასევე ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ბატონი ბორელი. ასეთ პირობებში ჩვენი მხრიდან არ დასწრება იქნება უბრალოდ არასწორი. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი ჩვენი მხრიდან უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინიმუმ ხო გაუგებარი იქნება ასეთი რამ. ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი არის რა თქმა უნდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. რატომ უნდა ვისაუბროთ ევროპის უსაფრთხოებაზე იმ ადამიანთან, რომელიც საერთოდ არ უნდა შეუშვან დემოკრატიულ ქვეყნებში თუ ის არ მიდის ჰააგაში? ეს იყო ეს განცხადება და ეს განცხადება უბრალოდ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიუს გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და პირდაპირ დაგმო, ასე ვთქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობა EUTOS მინისტერიალში. გარდა ამისა, საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ამ წუთებში ბრიუსელში იმართება ნატოს მინისტერიალი, თუმცა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ამ მინისტერიალში მონაწილეობას არ იღებს და მან მინისტერიალში მონაწილეობის ნაცვლად გადაწყვიტა, რომ EUTOS სამიტზე მინისტრების შეხვედრაზე მიიღოს მონაწილეობა. თავის მხრივ უსაფრთხოების სპეციალისტები და საერთაშორისო სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ უმჯობესი იქნებოდა ნატოს მინისტერიალში მიიღო ილია დარჩიაშვილს მონაწილეობა და ეს არის კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა დაუახლოვონ საქართველოს ნატოს და საქართველოს ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ დარჩიაშვილი გამოსვლის დროს EUTOS მინისტრების საბჭოზე არ იქნება კრიტიკული, ის არ დაიცავს ქვეყნის ინტერესებს და საქართველოს ხელისუფლება ამ პლატფორმასაც არ გამოიყენებს იმისთვის, რომ საჯაროდ გააკრიტიკოს სერგეი ლავროვი, როგორც ომის შემოქმედი და ისაუბროს ოკუპაციაზე. მარტო ერთჯერადი აქტი ხო არ არის, ჩავიდა და ისაუბრა. რა საგარეო პოლიტიკას აწარმოებს საქართველოს აქამდე, რა ნაბიჯები აქვს გადადგმული, იგივე თუნდაც ამ გინტურის ყრელობაზე, მანამდე რა საგარეო პოლიტიკა აქვს განხორციელებული ქვეყანას, იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო მინისტრის წონა და დღეს, როდესაც ის ჩვეულებრივად როგორც სხვა მინისტრები უბრალოდ მარიონეტები არიან ივანიშვილის მიერ დანიშნულ მთავრობაში, ბუნებრივია ამას არანაირი წონა არ აქვს. უფრო მნიშვნელოვანი მათთვის არის, რომ არ გააღიზიანონ რუსეთი, აქედან გამომდინარე, მე ეჭვება ასევე სიმწვავის ის ხარისხი, რაც მან შეიძლება დააფიქსიროს EUTOS-ამ. ნატო არის ერთადერთი მოქმედი ფუნქციური უსაფრთხოების ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების გაცემა და იქ არ მისვლა უკვე ავტომატურად პოლიტიკური განაცხადი არის, რამაც უკვე დააზიანა ჩვენი ინტერესები.
ეუთოს მინისტრების საბჭო, ასე ვთქვათ, ხვალ გაიხსნება მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სადაც მონაწილეობას მიიღებს 57 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ენტონი ბლინკენი, ასევე ევროკომისიის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი და ასევე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, თუმცა რამდენიმე ქვეყანამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და უკრაინამ პროტესტის ნიშნად მონაწილეობაზე უარი განაცხადეს იმის გამო, რომ ევროპის ლიდერებთან ერთად მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს მსოფლიო მშვიდობაზე ზუსტად იმ დროს, როდესაც მშვიდობის მთავარი დამრღვევი არის რუსეთის ფედერაცია და უკვე 2 წელზე მეტია აქტიურ ომს აწარმოებს უკრაინასთან.